არის თუ არა გასაყიდ ობიექტთან ნუსხაში საკანონმდებლო ორგანოს შენობა და რასაც ხადებენ თბილისის მერიაში. გავრცელებული ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მერია საკრებულოს შენობის გასხვისებას გეგმავს. იყიდება თუ არა ისტორიული შენობა. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას დღეს სანდრო თოდაძე ცდილობდა. უკვე დაახლოებით ერთი თვეა საკრებულოს შენობას სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება. ოფიციალური ინფორმაციით რემონტის დასრულების შემდეგ აქტუალ თბილისის საკრებულო უნდა განთავსდეს. განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს გზის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. გაზეთ ალიას დღევანდელ ნომერში მამუკა ბალეაშვილი ამბობს, რომ შენობის სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შენობის გასხვისებას აპირებს. მისი განმარტებით შენობის პრივატიზირებას მithქმა-მოთქმა უკვე დიდი ხანია მოყვა. მე მიკავშირდებოდნენ ადამიანები, მოქალაქეები, ვისაც საკრებულოში პერიოდის განმავლობაში ხვდებოდი და გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შესაძლოა საკრებულოს შენობა გაყიდულიყო იმ ფორმით და იმ შენობების მსგავსად რა ფორმითაც და რა შენობებიც გაიყიდა უკვე არაერთი თბილისში და საქართველოს მასშტაბით. შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არქივობს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი ჯაბა სამუშია. მისთვის წარმოუდგენელია შენობაში საკრებულოს გარდა სხვა რამ განთავსდეს. შესაძლებელია თქვათ ქალაქის მთავრობა თუნდაც იგივე ქვეყნის მთავრობა, ქვეყნის პარლამენტიც იყოს რაიმე ახალ შენობაში, მაგრამ საერთოდ ევროპული ქალაქებში და ისეთ ქალაქებში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, იქ ყველგან, თითქმის ყველგან ქალაქის თვითმმართველობა არის განთავსებული ხოლმე ისტორიულ შენობაში. ეს არის დაუწერელი ფაქტობრივად კანონი. შენობის სტატუსის ისტორიულ დატვირთვაზე საუბრობს კულტუროლოგი ცირა ელისაშვილიც. ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობა მართლაც გაიყიდება და მის ადგილზე სასტუმრო ან სხვა ნებისმიერი გასართობი ობიექტი განთავსდება, მაშინ დედაქალაქის კულტურული ისტორია შეილახება. ამ შენობაში 1875 წლიდან არის ქალაქის სათათბირო განთავსებული. ანუ 126 წელია ამ შენობას ფუნქცია არ შეუცვლია და ის ემსახურება ადგილობრივ თვითმმართველობას. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძეგლის პრივატიზაცია ნებისმიერ შენობასთან მიმართებაში შესაძლებელია უკეთესიც იყოს, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც თბილისის საკრებულოს შენობაზეა საუბარი, სწორედ იმ შენობათა ნუსხაშია, რომელმაც ეს ფუნქცია უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაცია საკრებულოს შენობის შესაძლო გასხვისებაზე არ ადასტურებენ თბილისის მერიაში. მერიის პრესპიკერი ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შენობაში კვლავ საკრებულო ფუნქციონირებს. არა, ეს სწორი არის. აბსოლუტურად სწორი არის. უბრალოდ მიდის რეაბილიტაცია ამ შენობის, ეს არის ისტორიული შენობა და აქედან გამომდინარე ის რომ გასხვისება არა. საკრებულოს წევრებს ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში საკუთარი ნივთები უკვე რამდენიმე დღეა გადააქვთ. როგორც თვითმმართველები აცხადებენ, ისინი ამ შენობაში ერთი წლით არიან და საკრებულოს ძველ შენობას მომავალი წლის აპრილისთვის უნდა დაუბრუნდნენ.